საზოგადოება, რომელიც ვაპროტესტებთ, ხედავთ, რომ ჩვენი ძალების და ბრძოლის გარდა აუცილებელია საერთო საზოგადოების ჩართულობა და რაც შეეხება მეგობარ აქტს, რომელსაც დიდი იმედით ველოდებით, რატო ველოდებით? ველოდებით, იმიტომ რომ ეს არის ორპარტიული და ყველაზე მთავარი, საერთაშორისო საზოგადოებას რას ვეუბნებით, რომ ეს არ არის მარტო ჩვენი ბრძოლა, ჩვენ თუ ახლა აქ დავმარცხდით, ეს იქნება რუსეთის გამარჯვება. ამიტომ დიქტატურა არც ერთ ქვეყანაში აღარ უნდა არსებობდეს, ამიტომ ველოდებით, რაც შეიძლება მალე სენატში ამ მეგობარი აქტის განხილვას და ვფიქრობთ, რომ საზოგადოება, რომელიც ებრძვის ტირანიას, ებრძვის პუტინის რეჟიმს და იცის, რას აკეთებს უკრაინაში და რას უპირებს მთელ მსოფლიოს, მალე დაინიცირებს, მიიღებს ამ კანონპროექტს, რადგან აუცილებელი ამ რეჟიმის დასანქცირება. სხვა გამოსავალი ჩვენ უყურებთ, როგორ აბაიბურებს ყველა განცხადებას, ყველა მოწოდებას და ეს არის ისეთი ძლიერი ინსტიტუცია და ისეთი ქვეყანა, რომლისას ეშინია და მოყავთ მოწმეებად, რომ ესე ხდება ტრამპის მთავრობაში, ესე ხდება ამერიკაში, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი. ამას უნდა დავუმატო ევროპის საზოგადოების გააქტიურება და ყველა ერთად, როგორც ჩვენ აქ საქართველოში ყოფილი ადამიანები, ისე ჩვენი ემიგრანტები, რომლებსაც წაართვეს ხმის უფლება, ვეუბნებით და ვწერთ და ვეხმიანებით ყველას, რომ აუცილებლად დასანქცირდეს უნდა ამ ბოროტების შემოქმედი ყველა ადამიანი.